დავიწყებთ საუბარს ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases თავმჯდომარესთან ვიქტორ ყიფიანთან. მადლობა ბატონო ვიქტორ, ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. ცხადია დღევანდელი დღე ჯერ კიდევ სავსეა იმ ენერგეტიკით და გაყვება დღეების განმავლობაში, რომელიც უფევდა ევროპის მოედანზე. თავისთავად ცხადია, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი ფონია ასევე 9 მაისი, როგორც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების დღე და ამავე დროს ქართული ხალხის მიერ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლის სახსოვარი. თუმცა ჩვენ მოგიწვიეთ პირველ რიგში იმაზე სასაუბროთ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მათ შორის უფრო ფართო კონტექსტში დავინახოთ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის პოზიციონირების გათვალისწინებით, წითელ მოედანზე შეკრებილი საზოგადოებაც ამის გარკვეული ვერ ვიტყოდი, რომ სარკისებრი არ ეკლა, ხო, მაგალითად იქ იყო ფაშინიანი, მაგრამ სომხეთის ჯარის ნაწილი არ მონაწილეობდა აღლუმში. ამავე დროს არ იყო ალიევი, თუმცა აზერბაიჯანული დანაყოფი იყო. თავად ალიევთან მიმართებაშიც საინტერესო ვითარება განვითარდა. რამდენიმე დღით ადრე ჯერ მატვიენკო გააგზავნა პუტინმა სპეციალურად ალიევის მოსათაფლად და მერე კიდევ უფრო დიდი მომთაფლელი პატრიარქი კირილი იყო ჩასული ბაქოში და რუსეთის ეკლესიის მთავარი ორდენი გადაცა ილჰამ ალიევს, რამენაირად იქნებ დაეთანხმებინათ წითელ მოედანზე მოსკოვის ჩასასვლელად ალიევმა უარი თქვა და თქვა ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო ერთი თვე შესრულდა ეგრეთ წოდებული ავიაკატასტროფის გამო სინამდვილეში რუსების მიერ ჩამოგდებული აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის გამო და ალიევი ელოდება ბოდიშს და ელოდება დამნაშავეების დასჯას და ეს არც აპატია პუტინს და პუტინსაც შესაბამისად შეუთვალა და განცხადებას გაკეთდა, რომ აზერბაიჯანი ელის შესაბამის ზომებს. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ჩვენს რეგიონში თუ კი ვინმე მართლა დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და სუვერენულობის ასე თქვათ ასხივებს სიგნალს ეს ნამდვილად არ არის საქართველო. აზერბაიჯანი განსაკუთრებით, სომხეთიც გარკვეულ თამაშია. ჩვენ სად ვართ ამ სიტუაციაში? მოდით ჩვენ ასეთი დაშვება გავაკეთოთ, რომ ის სხვადასხვა ელემენტები, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ და შეიძლება ჩვენ ამ ჩამონათვალში უფრო შორს წავიდეთ. დაშვება ესეთი არის რა, რომ დიდი სახელმწიფოები ემზადებიან ახალი გადანაწილებისათვის გავლენათა სფეროების მიხედვით. ჩვენ ამის ინდიკატორები შეიძლება დღეს რამდენიმე ჩამოთვალოთ, თქვათ, აი უკრაინა როგორც იქნა აღწევს იმ შეთანხმებას მინერალებთან დაკავშირებით. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული საუბარი სპეციფიკური შედგა ჩინეთის ლიდერსა და პუტინს შორის, იმიტომ რომ პუტინის გამოსვლა დღეს ზოგიერთისთვის დამაბნეველი იყო, უფრო კაც რიტორიკას ელოდებოდნენ და შედარებით უფრო რბილი რიტორიკა იყო. ახლა თითქოს და სად პუტინი და სად რბილი რიტორიკა, მაგრამ გაჩნდა ასეთი ვარაუდი, რომ ხომ არ მზადდება რუსეთში საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ომი წავიდეს ფინალისკენ. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა დაშვებებზე ვსაუბრობთ ბატონ გიორგი, იმიტომ რომ შეიძლება ეს ომი გაგრძელდეს კიდევ და საკმაო ხანი, მაგრამ ეს მეორე ვარიანტიც, რაც ჩვენ ახლა აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, საფუძვლოს მოკლებული არ არის, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ალბათ ჩვენ ერთის უნდა ვთქვათ, რახან ვსაუბრობთ ღიად, ობიექტურად და ვსაუბრობთ იმისათვის, რომ სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ამ პროცესებს გარკვეულწილად თვითონ ტრამპის ფიგურამ შეუწყო ხელი, რომელმაც ეს არაორდინალური ხელწერა შეიტანა და ხანდახან ფიქრობ, იცით, ორდინალურობა სჯობს და ჩვეულებრივი პროცესების გაგრძელება თუ არაორდინალურობა და რაღაც ეს ვთქვათ ფინალისკენ წასვლა. მოკლედ რო ვთქვათ, ახლა მე რო ძალიან დიდ მონოლოგში არ გადავიდე, აი ეს ყველაფერი რაც მე ვთქვი და თქვენ შესავალში აღნიშნეთ, ალბათ ერთგვარი მზადება არის, რომ ახალი გამყოფი ზოლი, რომელიც გაივლება ამა თუ იმ კონტექსტში, თქვათ, უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში და შეიძლება სხვა ელემენტების რა, თქვათ, ახლა ნაგლეჯი ტერიტორიების ქვეყნებზე ცოტა რთული სათქმელი არის, მაგრამ ვის აი დარჩება და შესაბამისად შეიძლება ყველა ქვეყანას ამისოთ ამზადებს გარკვეულ ნიადაგს. ახლა ძირითადი მოთამაშეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, მაგრამ რუსეთის რჩება. შეგვიძლია თქვა ბატონო რჩება რეგიონულ განზომილებაში იმ მოთამაშეთ, რომლის ფაქტორი კარგახანი მოედანი და დღეწლევანდელი 9 მაისი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იყო თავად პუტინის მცდელობა, როგორც მე სტრატეგიულ პარტნიორებისთვის, როგორც არის ჩინეთი. ახლა პირიქით ვინ ვისი უმცროს პარტნიორია
აქ უკვე ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ თავისი წიწილებისთვის რომ მოეყარა თავი წითელ მოედანზე, ხო? და ვიდეო ვრცელდებოდა სხვა შორის საინტერესო, რამდენიმე რუსი მოქალაქე არ ვიცით ვინ, როგორ რეაგირებდნენ იმაზე, რომ იქ ქართველები არ იყვნენ წარმოდგენილები, ასე ვთქვათ. თუმცა მართლა ძალიან უცნაური კი არა და რა ვიცი რა დავარქვა ამას. ძალიან რთული სანახავი იქნებოდა ერთსა და იმავე ტრიბუნაზე სახელმწიფოების პირველი პირებისთვის განკუთვნილ ლოჟაში. აფხაზეთის ცხინვალის სეპარატისტ პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს ვინმე წარმომადგენელი მაინც რომ ჯდარიყო, აღარაფერს ვამბობ იმ ახრა ავიცბაზე, რომელიც პუტინის უკან იყო პირდაპირ გამოჭიმული, როგორც ნახეთ გამოსახულებაში. თქვენ როდესაც შესავალი გააკეთეთ, თქვენ გარკვეულწილად ჩემი პასუხიც აიყვანეთ სწორედ იმ მიმართულებით და ეს ტერმინოლოგია წიწილების თავმოყრის, ახლა შეიძლება ჩვენ ზედმეტად ახლა დიპლომატიური კორექტულობა ამით ვერ შევინარჩუნოთ, მაგრამ რეალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ხდება ალბათ ნიადაგი შემზადება, იმიტომ რომ დაუსრულებელი არაფერი არის და ეს კონფლიქტიც უნდა დასრულდეს და ეს კონფლიქტი, რომელიც არ არის უბრალოდ კონფლიქტი და ეს არც ომი არის. არის ომი და ომი, მაგრამ არის სისტემა შემქმნელი ომების კატეგორია. აი უკრაინაში რაც ხდება, ეს არის სისტემა შემქმნელი ომი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა დაასრულოს პოსტცივი ომის წესრიგი, რომელიც უვარგისად იქცა და უნდა წარმოქმნას რაღაც ახალი. ეხლა ამ კონტურებზე დღეს ბებიჭობა მიდის, მაგრამ ფაქტი არის, რომ ალბათ ეს ძირითადად გადავა დიდ სახელმწიფოებს შორის გავლენათა სფეროების გადანაწილებაზე, იმიტომ რომ მოლოდინი რო ეხლა ჰარმონია დამყარდება და სული სინერგია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ფუჭი მოლოდინი არის. და რეგიონალურ დონეზე პასუხისმგებლობების აღებაზე? თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ყველაფერთან ერთად, ეხლა თქვენ აზერბაიჯანი ახსენეთ. ეხლა ცოტათი ოდნავ რო ჩავშალოთ თემა და მე ქართულ საკითხებს რო გადავიდეთ და დავინახოთ რაოდენ სავალალო არის ჩვენ მდგომარეობა ამ კონტექსტში და ამ ფონზე. ეხლა აზერბაიჯანის დამოკიდებულება ეს ბოლო პერიოდი თქვენ ეხლა რუს ავიაციის ინციდენტი ახსენეთ, მაგრამ ჩვენ სხვა ელემენტებიც უნდა გავიხსენოთ, ხო? აზერბაიჯანი ცვლის გარკვეულწილად თავის სახდენს და ეს შუშის დეკლარაცია, რომელიც მას თურქეთთან აქვს გაფორმებული, ეს ფაქტიურად ნატოს მეხუთე მუხლის სტოლფასი არის. ეს არის აბსოლუტურად თვისობრივად სხვა სახის ურთიერთობა. გარდა მაგისა, ბოლო ტენდენციების მიხედვით და მე პირადად მქონდა საშუალება მაგაში დარწმუნებულიყავი ერთი თვის წინ, როდესაც ბაქოში გარკვეულ ჯგუფთან ერთად შევხვდით პრეზიდენტ ალიევს, აზერბაიჯანი არ მალავს დღეს, რომ რეგიონში მისი ხმის გარეშე საკითხი არ გადაწყდება და არათუ სამხრეთ კავკასიაზე არის საუბარი ამ შემთხვევაში, არამედ თურქულ ნორმალ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ასე რომ ირანის პრეზიდენტი იყო ჩასული, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელია, აზერბაიჯანულ ენაზე ცნობილი აზერბაიჯანელი მგოსნის ციტატებიც კი წაიკითხა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დაძაბული იყო მანამდე ურთიერთობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის ომის გამო და ჩვენ გვახსოვს 100,000-იანი კონტინგენტიც, რომელიც ირანმა მიიყვანა აზერბაიჯანის საზღვართან საკმაოდ ახლოს. ამავე დროს ნეთანიაჰუს ვიზიტი იგეგმებოდა სწორედ ბაქოში და დროებით გადაიდო, თუმცა ეს ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება. ერდოგანი აპირებს ჩასვლას ბაქოში და ამის შემდეგ იგეგმება უკვე ერდოგანისა და ტრამპის ერთ-ერთზე შეხვედრა. აბსოლუტურად სწორი ანოტაცია მოახდინეთ, სწორი მინიშნებებით და მე აზერბაიჯანს როდესაც შევეხედა, ეს მარტო აზერბაიჯანს არ ეხება, იქ ერთი-ორი პრეზიდენტი იმყოფებოდა, კიდე თქვა ყაზახეთის პრეზიდენტის სახით, როდესაც აი ამ სივრცეში განსაკუთრებით წამოვიდა ახალი კატეგორია, ეგრეთ წოდებული საშუალო ზონის სახელმწიფოების. ანუ ჩვენს მეზობელს აზერბაიჯანს უკვე მცირე ან კომპაქტურ ქვეყანათაც ვერ მოიხსენიებთ და ეხლა ჯერჯერობით ალბათ შეიძლება ამ ქვეყნების გადმოსახედიდან რეგიონულ ჰეგემონიაზე საუბარი ზედმეტი არის, მაგრამ მათი პოზიციონირება უკვე არის სადღაც აი საშუალო დიდსა და მცირე შორის. ფაქტია, რომ ჩვენ არა უბრალოდ სუვერენობა გვაქვს დაკარგული, სპადონქტორ, არამედ არა უბრალოდ პასიურ მდგომარეობაში ვართ, არამედ манипуლირებულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენს მეზობლებს ყოველას აზერბაიჯანის სომხეთს წარმატებას უსურვებთ და ძლიერი სამხრეთ კავკასია მშვიდობიანი სტაბილური გვჭირდება ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ არც თუ ისე სასიამოვნო საყურებელია ჩვენი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ფლობდა ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში, მთლიანად კარგავს ამ ინიციატივას და რაღაცა მოჩანჩალე გაურკვეველ ტერიტორიულ სუბიექტად ხალხი. იგი ჩვენ რეალურად საგარეო პლანზე ჩვენი პასიურობის კომპენსაციას ვახდენთ ქვეყნის შიგნით საკუთარ მოსახლეობაზე დეзинფორმაციული ომით. აი ამ ნაწილზე გადავიდეთ. ამით ვქნით ჩვენ ახლა მე მესმის რომ შეიძლება ჩვენ სასწავლებრივი შედეგი გარე ფრონტზე ვერ მოვახდინოთ, იმიტომ რომ
ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერი ქვეყნის შესაძლებლობები განისაზღვრება გეოგრაფიით და ჩვენი გეოგრაფიიდან სწორედ გამომდინარეობს ორი მთავარი კრიტერიუმი, ერთი არის შეზღუდვები და მეორე შესაძლებლობები. ახლა ამ თანაფარდობის, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად გადახრა შესაძლებლობებისაკენ ყოველთვის შეიძლება აქტიური პოლიტიკის შედეგად, მაგრამ ჩვენ ვიცით ამის კონტექსტი როგორი არის და რეალურად ეს დეзинფორმაციული ომი, რომელიც რეალურად წარმოებს არა ქვეყნის გარედან საქართველოს მოსახლეობაზე, არამედ ქვეყნის შინიდან საკუთრივ საქართველოს მოსახლეობაზე, ახლა ჩვენ ხშირად მოვისმენთ ასეთ შეფასებებს, რომ მყარად ორ ფეხზე დგომა და ასე შემდეგ, ჩემი აზრით, იცით, რასაც ჩვენ ვხედავთ, მე დროთა განმავლობაში ვერიდებოდი უფრო მწვავე შეფასებებს, მაგრამ დღეს ფაქტიურად ეს იმდენად პასიური პოლიტიკური სისტემაც არ არის, იმდენად უფუნქციო პოლიტიკური სისტემაც არ არის, რამდენად დასნეულებული პოლიტიკური სისტემა არის. ალბათ ჩვენ ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომელმაც აი ქმედუნარიანობის შერაცხადობის, აი ახლა უფრო მწვავე შეიძლება სიტყვა მომაფიქრდა, მაგრამ მე ამ სიტყვის ხსენებით არანაირი, ასე ვთქვათ, საგანგებო დრამატიზმი შეტანა არ მინდა, ეს არის შეურაცხადობა აბსოლუტური და ჩემი აზრით ახლა თუ ჩვენ შერაცხადობის ხარისხს შევადარებთ, ალბათ დონ კიხოტის ცნობილ ნაწარმოებში, რომელიც იმ წისქვილებს ემზოდა, გაცილებით უფრო შერაცხადობით გამოირჩეოდა, ვიდრე რასაც ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ. მით უმეტე ზიმღირებულებები დროშის იბრძოდა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ორმა გადასანანი არის თუ ჩვენ აი ქვეყნის გარეთ გაავალთ ისე დავინახავთ გარედან ჩვენში მიმდინარე პროცესებს, შევაფასებთ ის რაც ხდება ქვეყნის გარეთ, არა მარტო გეოპოლიტიკური გადალაგების კუთხით, არამედ ჩვენ კიდევ ერთი ელემენტი უნდა ვახსენოთ, რა ხდება ინოვაციებში, რა ხდება ტექნოლოგიებში, რა ხდება ეკონომიკური აზრის მობილურობის კუთხით. მე სხვა შორის სხვადასხვა გამოსვლებისას რაც შეიძლება იშვიათად ვიყენებ სიტყვა დემოკრატიას, არა იმიტომ რომ ეს ცუდი რამ არის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, როცა ჩვენ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ კონკურენტუნარიანობა, მობილურობა. აი ჩვენ თუ კონკურენტუნარიანობა შევხედავთ, ჩვენი კონკურენტუნარიანობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ არა მარტო სამხედრო ელემენტზე უნდა ვიფიქროთ, არა მარტო პოლიტიკურ ელემენტზე უნდა ვიფიქროთ, არამედ რამდენად რესურსული ვართ ჩვენ იმ კონკურენციას გაუძლოთ, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც ხვალ უფრო მძაფრი გახდება. თუმცა დამეთანხმებით ბატონ ვიქტორ, რომ მათ შორის ამ ტიპის კონკურენტიანობის შინაარსს წარმოადგენს დემოკრატიის აუცილებლობა საქართველოში, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვჭირდება, ანუ განვითარებული თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისაგან თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოცდილება, განათლება, მათი თანამონაწილეობა, მართვის ელემენტები შემოტანაში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი, ამას ჩვენ ყველაფერს აქამდე ვიზიდავდით, იმიტომ რომ ვიყავით მთავარი აგენტები დემოკრატიის. ეს სიტყვა აგენტი დღეს ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ კონოტაციაში გამოიყენება, ხელისუფლების აგენტები, აგენტებს ვერზე და ასე შემდეგ, რატო? იმიტომ რომ იმ ძველ საბჭოურ წარსულთან ამისი გაიგივება მოხდეს, მაგრამ ერთი მცირე ფრაზით რო შემოვიდე და მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, ესე იგი მიუხედავად იმისა, რაოდენ ჰიბრიდული არ არის გარეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, ჩვენ და საბედნიეროდ და ჩვენ და საუბედუროდ ვართ უარჩევანო არჩევანის წინაშე. ან ჩვენ ვიქნებით ღია საზოგადოება, ან ჩვენ ვიქნებით მერიტოკრატიაზე დაფუძნებული საზოგადოება, ან ჩვენ ვიქნებით ინკლუზიური საზოგადოება, ან ჩვენ ვიქნებით სამართლის უზენაესობაზე და დემოკრატიაზე, როგორც თქვენ თქვით, ან ჩვენ სანახევროდ ვერ ვიქნებით. ჩვენთვის ასეთი არჩევანი, რომ ჩვენ სანახევროდ ვიყოთ, არ ვართ. ამიტომ ჩვენთვის დამასა გაცილებით უფრო მაღლა არის საწეული ამ შემთხვევაში ვიმეორებ, ეს შეიძლება მეტი გაცილებით წნეხიც არის ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს რესურსი არის განვითარებისა და აი ხა თქვენ როდესაც ბრძანეთ, ხო, რა შეიძლება თავი მოიწონოს რესურსო ქვეყანა. ეხლა რესურსობაზე საუბრისას ჩვენ საუბრობთ აი ცნობილ რესურსებზე, რაც გვახსენდება, ხო, თქვათ, მინერალური რესურსები, ან სამხედრო ძალა, ეს არის ჩვენი რბილი ძალა. აი რბილი ძალა, რითაც საქართველოს პოზიციონირებას ახდენდა. და იმის ეს თქვათ, აი აგენტის ფუნქციას, ეს უფრო ინგლისურად agency, ანუ შენი საკუთარი ხმა რო იქონიო, საერთაშორისო ურთიერთობებში ამით ყოველთვის ჩვენ ტრაბახობდით და დამსახურებულად, იმიტომ რომ ჩვენ ან შეიძლება ვიყოთ თავისუფლების ლაბორატორია, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ან თავისუფალი მეწარმეობის ლაბორატორია, ან თავისუფალი შემოქმედების ლაბორატორია, ან და სანახევროდ ჩვენ ვერ ვიქნებით. სანახევრო არჩევანი ჩვენთვის არ არსებობს. და ეს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მშვიდობისა და სტაბილურობის იდეას. თავისთავად, ხო, იმიტომ რომ შინაგანად ფუნქციურად გამოფიტული სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობებს, იქნება ეს
ქვეყნის შიგნით ინსტიტუტების, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, თუ ეს იქნება უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და ჩამოყალიბება, ვერც მოკლევადიან, ვერც საშუალებადიან და მით უმეტეს ვერც გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შექმნის ამ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებს. ზუსტად ამ კონტექსტშია საინტერესო ბოლო დინამიკა, რომელიც უკავშირდება უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებას, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის დღეს გაკეთა განცხადებები ევროკავშირის ლიდერების დონეზე, რომ ისინი ელიან საბოლოო პასუხს 30 დღიან სამშვიდობო ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელიც ტრამპის მიერ არის შეთავაზებული და ზელენსკის დადებითი პასუხი არის პუტინისგან 10 მაისისთვის. სამდღიანი 9 მაისო ისედაც გამოაცხადა პუტინმა და თუ ეს ასე არ იქნებაო, ამას მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ლიდერები მხოლოდ თავის ინიციატივით ვერ იტყოდნენ, იმიტომ რომ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივი ახალი, უფრო მძლავრი სასანქციო რეჟიმი ამოქმედება რუსეთთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის და ბრიტანეთის ერთობლივი. ანუ ეს დინამიკაც უკვე იცვლება ამ შემთხვევაში. ჯი დეივენსის ის ცნობილი განცხადება, რომ მოთმინება ეწურებათ და პუტინმა იმაზე გაცილებით მეტი მოითხოვა, რის მოლოდინით შეიძლებოდა ვინმე საღად მოაზროვნეს ქონოდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ხაზი გადაიკვეთა და ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მხარდაჭერასაც სხვა მასშტაბი და ფორმა ექნება მერცის მიერ უფლებამოსილების შედგომას და მის თქვათ პირველ განაცხადებს, რომელიც გაკეთდა ევროპის კონტინენტის დონეზე ტრამპთან საუბრის შემდეგ, ბევრ რამეს ცვლის. ხომ არ გეჩვენებათ, რომ საქართველოს მოქმედი რეჟიმი გაიჭედა რაღაც ერთ მოცემულობაში და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ახერხებდა ლავირებას, ახლა უკვე საერთოდ ვეღარ რეაგირებს თუნდაც ამ ცვლილებებზე მისივე რაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. თუ რას ელოდება, რისი იმედი აქვს? ან ეს ბოლოყრილობა, რომელიც ჩაატარეს და უსიტყვოდ წასული ივანიშვილი კობახიძეზე მთელი ვერტიკალის ჩამოკიდება, რა სიგნალი უნდა იყოს თუნდაც თავიანთი საყრდენებისთვის ქვეყნის შიგნით. თქვენ რამდენიმე საკითხს მოუყარეთ თავი თქვენ შეკითხვაში და მე ჯერ მშვიდობის თემით მინდა ძალიან მოკლეზე თქვა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ ჩვენს მსმენელებს ერთი რამ. მშვიდობის თანამედროვე გაგება არის გაცილებით უფრო ვრცელი და ფართო. მშვიდობა არ არის მხოლოდ ის კატეგორია, როდესაც თქვა ქვემეხები დუმან და საომარი მოქმედება არ წარმოებს. მშვიდობა მარტო გარე პერიმეტრზე არ იქმნება ქვეყნის პოზიციონირების, მშვიდობა არის მათ შორის ქვეყნის შიგნით სამართლიანობა და სოციალური თანასწორობა. ესეც მშვიდობის კომპონენტი არის და ამას ახლა მე ზედმეტი თეორიზირება რო არ მოვახდინო, გავყავართ აი დღეს თანამედროვე მეცნიერებაში ასეთი კატეგორია მშვიდობის ინტეგრალური ცნება, უსაფრთხოების ინტეგრალური ცნება. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური კომპონენტი, არამედ ეს არის სიცხადე ქვეყნის შიგნით. ეს არის გასაგები პროცესები, ეს არის ჩართულობა. ეს არის მოსახლეობის მხრიდან, ყოველი მოქალაქის მხრიდან განცდა, რომ ეს პროცესის თანამონაწილე არის. და არა გარიყული არის განზე და შესაბამისად ჩვენ ალბათ არც თუ რიტორიკული ან დიდაქტიკური შეკითხვა შეიძლება დავსვათ ეს რაც ისი მოწმენი ჩვენ ვართ ქვეყნის შიგნით ეს ალბათ მშვიდობის კატეგორიას ვერ გაუთანაბრდება, ვინაიდან მორგავს გონება, ზღვარს გადასული არის ემოციები, მღელვარება, ის დუღილი მღელვარებისა რაც არის, ამას ჩვენ მშვიდობას და დამშვიდობას ვერ ვუწოდებთ. ამიტომ რაუდენ არ უნდა ცდილობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სხვადასხვა პოლუსებს შორის მანევრირებას და მათთან გამოვაჭრების შედეგად იმ მშვიდობის უზრუნველყოფას, თუ მან მთავარი საწყისი მშვიდობის არ მიაღწია საკუთარ მოქალაქესთან ურთიერთგაგების და ქვეყნის შიგნით დამკვიდრების, სხვა ნებისმიერი მცდელობა იქნება ფუჭი. ასე რომ ეს ერთი ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აი ამ დილემასთან დაკავშირებით ომით მშვიდობა ჩვენ უნდა განმარტოთ და კიდევ ერთხელ გულისხმებით უნდა აღნიშნო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციამ სამწუხაროდ ეს თემა ან ვერ ჩაშალა, ან არ ჩაშალა, შეიძლება შეგნებულად გავიდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დავჭით იქ, სადაც დავჭით. ეხლა რაც შეეხება მეორე ბოლო გადაწყვეტილებებს, საკადროს იქნება ეს თუ სისტემის შიგნით საერთოდ ეხლა როდესაც თქვენ ევროპაზე საუბრობდით და საუბრის რაღაც მონაკვეთში მე ვთქვი, რომ ჩვენ მქონდა უარჩევანი და დღესაც გვაქვს, რომ ვიქნებით ან ასეთები, ან საერთოდ ვერ ვიქნებით. ჩემი აზრით ევროპაც ამ არჩევანის წინაშე დადგა, რომ ის
ის მიძინებული ვითარება, ის თითქოს და აი ნაბოძები გარანტირებული. ეხლა მე ხშირად ვამბობ, რომ თუ ჩვენ რაიმეში უნდა ვუმადლოთ თეთრი სახლის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, ის რომ მან ეს თქვათ ეს აზრის მობილურობა შექმნა. ეს აზრის მობილურობა შეიძლება მიდის აბსოლუტურად გაუგებარი, აბსოლუტურად წინამდებობრივი გზით, მაგრამ ამან ყოველ შემთხვევაში ამ მიდგომამ აი ტაბუ ახადა ბევრ დამყაყებულ და კლიშებ ჩამოყალიბებულ თემას. და შესაბამისად ევროპას გახდა ისეთი აღმოჩნდა ესეთი არჩევანის წინაშე, რომ ან ხელახლა უნდა დაიბადოს, თვითმარობა შეიძინოს და ამ თვითმარობის შეძენისას მას უკვე უფლება არ აქვს, გარდა ერთისა იყოს აქტიური, ეს უკრაინასთან მიმართებაში იქნება თუ ცეცხლთან და შესაბამისად შეიძლება ამანაც გამოიწვია ახალი ტალღის ლიდერების წამოსვლა. ახლა ჩვენ ქართულ სამთავრობო მედიაში განსაკუთრებით ხშირად ვიყავით მოწმენი მაკრონის დაცინვის, მაგრამ დღეს დასაცინვის სამთავრობო მედიას უკვე სხვა ლიდერების გაუჩნდება, ხო, სტარმერის სახით, ალბათ მერცის სახით და ეს შეიძლება ჩვენ ალბათ გარკვეულწილად იმ ნოსტალგიას შეიძლება მოვიგონოთ, როდესაც ვახსოვდა მარგარეტ ტეჩერი, გოლი და ასე შემდეგ, ანუ უფრო გაცილებით უფრო აქტიური ევროპა. ასე რომ ევროპამ რომ საკუთარი თავი იპოვოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ხელახლა უნდა დაიბადოს. სხვათა შორის ევროპის ხელახლა დაბადებასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აი ამ პროცესში ჩვენ არ მონაწილეობთ, იმიტომ რომ როგორც არასდროს ძველ ევროპას სჭირდება ახალი ევროპული სისხლი. უკრაინა დღეს ამაში მონაწილეობს მართალია ტრაგიკული მოვლენების გამოისობით, მაგრამ მონაწილე არის, ჩვენ განზე ვართ და ეს პოლონეთის ღონისძიება სწორედ ამას მიუთითებს. აი ესეთი არის albათ კიდევ ერთი თქვათ დიაგნოზი, რომელიც ჩვენ შეიძლება დავსვათ ამ მიმართულებით და კიდევ დაგისვათ, მაგრამ ეს თემა რო დავასრულოთ, ანუ იზოლირების ის ხარისხი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, მკაფიობის ის ხარისხი, როდესაც როგორც ევროკავშირის უმაღლესი კომისრები წარმომადგენლები ღია ამბობენ, რომ გაჩერებულია თქვენმა მთავრობამ ვეგააჩერა და ეს რომ რაღაც საწყის წერტილს მაინც დაუბრუნდეთ, ჩამონათვალია საკითხების, რომელიც უნდა გადადგან და ამის საპირისპირო ჩვენ ვხედავთ კონვეირული წესით მიღებულ მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს, აღარაფერს პოლიტიკური რეპრესიების მასშტაბზე ხარისხს, რა ფონზეც უბრალოდ რომც უნდოდეს ვინმეს უბრალოდ ბიუროკრატიულ დონეზე თავის ტკივილის ოდნავ მაინც ჩაყუჩება, ხო, ციტრამონის დალევის დონეზე რა პრობლემის მოგვარება კი არა, უბრალოდ ვერ იზავს ამას, გამორიცხულია, ხო? მაგრამ ხალხს რაც აღელვებს. აი დღეს კიდევ მესამედ ვიმეორებ უკვე ამ გადაცემაში, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რაც იყო, აი 10,000-ობით შეკრებილი საზოგადოებისა, რომელიც დღეს ევროპის მოედანზე შეკრებილი იყო, მიმართვა ევროპისადმი, რომ არ დაიღალოთ ჩვენს მოლოდინში. ანუ ჩვენ ხო ყველას გვაქვს სურგს უკან ამას ვფიქრობთ, რომ ჩვენ კი გვეწელება ეს ამბავი და ეს პირველ რიგში ამას ჩვენს ტყავზე ვგრძნობთ, ჩვენი პატიმრები იტანჯებიან, ჩვენი ნაცემი აქტივისტები სადარბაზოებთან ქალებს ხვდებიან, იქ უსწორდებიან ფიზიკურად, ქალი ჟურნალისტი მზიამაღლობელი ყოვლად სამარცხვინო და ღირსება დაკარგული ადამიანების მოქმედების მსხვერპლია, ხო? ამის ატანა ძალიან რთულია ყველაფრის, მაგრამ ავიტანთ, გადავლახავთ, შედეგსაც მივახცევთ, უბრალოდ ევროპის კარი არ დაიხუროს. ეს არის მთავარი მიმართვა. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირს სანამდე ეყოფა მოთმინება, სანამდე გაძლებს ეს მოლოდინი და თავადაც რა მასშტაბის კონტრიბუციისთვის არიან მზად, გარდა იმ სანქციებისა, რომ ამაში თავისი წვლილი შეიტანონ? კითხვის ფორმულირებას ალბათ შეიძლება ჩვენ შემდეგი თქვენ კითხვა ჩამოვაყალიბეთ, შემდეგი ლაიტმოტივი გამოვყოთ, მოთმინება და დრო და ვადა. და მოდით ახლა აი ამ ვადიანობის საკითხს ჩავებყაუჭოთ. ქართული ოცნების გადმოსახედიდან მეჩვენება, რომ ქართულმა ოცნებამ იმგვარად მოიქცია კუთხეში საკუთარი თავი, რომ მას არათუ საკუთარი თავის განახლების უნარი აღარ აქვს, არამედ რეალურად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ის ურთიერთმიმართებაზე ევროკავშირთან და ევროპასთან, აი ეს უარჩევანის წინაშე თვითონაც დადგა, იმიტომ რომ იმ პირობების შესრულება და ევროპულ გზაზე დადგომა პრაქტიკულად თითქმის ტოლფასი არის, რომ მან საკუთარ ძალაუფლებაზე და ხელისუფლებაზე უარი თქვას. ვინაიდან სხვა ვიმეორებ მანევრირების სივრცემას ამას უკავშირდება, მათ შორის იმ ჩემს წინა კითხვის ბოლო ნაწილი იყო ზუსტად რა წყრილობაზე ვნახეთ, რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული მარტო ერთი ვერტიკალი. ცხადია. ამას უკავშირდება. ხო, ასე რომ აღარ საკადრო რესურსია ამისი და აღარ ხო, მე ასე მეჩვენება, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ბოლო ცვლილებების ფონზეც რომ ვთქვათ და ცადოთ შეფასება მივცეთ,
სიმართლე რო გითხრათ, აი მე რომ მკითხოთ თქვენ კონკრეტულ საკადრო ცვლილებებზე, აი ვინ წავიდა და ვინ მოვიდა, მე მეგობრულად გეტყვით, რომ აქ დასაკომენტარებელის დიდად არაფერია. არსებითად ამინდი არ იცვლება, იმიტომ რომ სისტემა დაქვეითებული არის და მისი დეკადანსი ხდება ისე როგორც ხდება და ეს უკვე შემგარი ფაქტი არის, როგორც იურიდიულ პრაქტიკაში იტყვიან, ეს არის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომელსაც ვეღარ შეედავები. ამიტომ ესეთი არის ვითარება ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ვინაიდან ქართული ოცნება დღეს არის de facto ხელისუფლება. აი აქ არის უკვე ჩვენთვის სხვა დილემა, რომ ქართული ოცნება კი მზად იქნება ეს ვითარება აგოროს და გადააგოროს მაქსიმალურად აბურთაოს რამდენი ხანიც კი მას რესურსი ეყოფა, მათ შორის აი მანიპულაციებისა და რაღაც თქვათ ეს ვიზუალური იმიჯების შექმნის სახით, მაგრამ აი ეს კითხვა, რომელიც მე დავსვი ერთ-ერთ მონაკვეთში, რომ ჩვენ ქვეყანას კონკურენტუნარიანობის კუთხით ჩვენ რამდენად განუსაზღვრელი ვადა გვაქვს, რომ ამ მანიპულაციებს ვუყუროთ და ჩვენს მოთმინებით დაველოდოთ აი ამ რესურსის, ამ მანიპულაციური რესურსის ამოწყობას. ამიტომ აი ჩემი აზრით ამაზე გადისწრეს განტოლება და ამაზე გადისწრეთ თამასა, რომ ჩვენ კი შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ვკარგავთ. ხო, ჩვენ შეიძლება ქვეყნის შიგნით რაღაც მომენტში ეს მანკიერი სისტემა დავამარცხოთ, მაგრამ ამ მარცხის შემდეგ მოვიხედო და ვთქვათ, რომ ქვეყანა იმდენად დასუსტებული არის, რომ მას არ აქვს უკვე უნარი დაეწიოს ცივილიზაციური განვითარების მატარებელს. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ თავს უნდა დაუსვათ და აქედან გამომდინარე ალბათ ამ კითხვას უკავშირდება უფრო მეტად კრიტიკული კითხვა, კიდევ რა უნდა ვიღონოთ, საიმისოდ, რომ ჩვენ ფინალში გასვლა დავაჩქაროთ. შევხვდათ კიდევ ერთმანეთს უახლოს პერიოდში იმაზე უფრო დეტალურად სასაუბროთ, კიდევ რა უნდა ვიღონოთ. სამწუხაროდ გადაცემის დრო უკვე ამოგვეწურა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, ჩვენს ტელემაყურებელსაც მადლობა, რომ უყურებთ ფორმულას, დაგემშვიდობებით. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რა თქმა უნდა, მათ შორის უპირველესად მზიან მაღლობელს. მე გემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კვირა